ჩვენ კი ვაგრძელებთ კავკასიის მედიცინის ცენტრმა განახლებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი გახსნა. ამ სივრცის მთავარი უპირატესობა მულტიდისციპლინური მუშაობის მოდელია, რაც გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები კონსილიუმის პრინციპით გაერთიანდებიან, რადგან პაციენტის მკურნალობის გეგმა უფრო სწრაფად და ეფექტურად დასახონ. ელენე მირიანაშვილი მოგვიყვება უფრო მეტს ახალი ჰაბის შესახებ. კავკასიის მედიცინის ცენტრმა განახლებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი გახსნა. სივრცე, რომელიც ახალ მასშტაბებსა და პაციენტზე მორგებულ გამოცდილებას აერთიანებს. თავის მხრივ ის მომსახურების ინტეგრირებულ და თანამედროვე მოდელს წარმოადგენს. აქ საერთაშორისო სტანდარტის 30-მდე სამედიცინო სერვისია გაერთიანებული. ეს კი კონსულტაციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კოორდინირებულად წარმართვას უწყობს ხელს. კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი მოიცავს 30-ზე მეტ ცენტრს. ცენტრის კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ ჩვენთან მოსულ პაციენტს შეუძლია ერთი კონკრეტული მიმართულებით ნებისმიერი ტიპის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო სერვისი მიიღოს. უთხარით ჩვენს პაციენტებს, რომ თავარი შენ ხარ. შენ უნდა იზრუნოს შენ ჯანმრთელობაზე და მერე უკვე აქ CMC სივრცეში ქვეყნის წამყვანი პროფესიონალები იზრუნებენ მასზე. საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობა. დროული დიაგნოსტიკა ყველა ჩვენგანს გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა სამედიცინო ჩარევა გვესაჭიროება ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს ვთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტის, სამედიცინო მომსახურებასა და ზუსტი მკურნალობისთვის საჭირო ყველა მიდგომას. განახლებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბის მთავარი კონცეფცია პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნასა და განსხვავებული გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. სწორედ ეს უდევს საფუძვლად კავკასიის მედიცინის ცენტრის ახალ საკომუნიკაციო კამპანიას, სახელწოდებით მთავარი შენ ხარ. გზავნილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ სივრცისთვის ყველაზე მთავარი პაციენტი და მისი ინდივიდუალური საჭიროებებია. აღსანიშნავია, რომ ჰაბის მთავარი უპირატესობა მულტიდისციპლინური მუშაობის მოდელია. სხვადასხვა დარგის წამყვანი ექიმები კონსილიუმის პრინციპით გაერთიანდებიან, რადგან თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის გეგმა სწრაფად და ეფექტურად განსაზღვრონ. დროული კვლევები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დაავადება არ გადავიდეს უკვე ქრონიკულ ან უფრო მაღალ სტადიაში, რომლის განკურნება შედარებით უფრო რთულია ან სავალალო შედეგი შეიძლება მოქცეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების მომართვიანობა და ადრეული დიაგნოსტირება. ამიტომ ეს სივრცე პაციენტისთვის მორგებულია ყველანაირად. ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე დიდი პრიორიტეტი, ჩემი აზრით, ცხოვრებაში არაფერი არ არის. არ არის ავალდებულო, რომ ავად იყო ადამიანი, ზოგადად შეგიძლია, რომ იზრუნო შენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, შეემოწმო ხოლმე რაღაცები გააკეთო ისე, რომ შვიდად და გემრიელად იცხოვრო. რაც შეეხება აქაურობას, კარგის მეტი არაფერი არ მსმენია, მინდა გითხრათ. ცენტრი აქტიურად ავითარებს ციფრულ სერვისებსაც. ონლაინ პლატფორმა პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას დისტანციურად დაჯავშნან ექიმთან ვიზიტები და კვლევები. ეს კი სერვისების ადგილზე მიღებას ბევრად ამარტივებს. ამასთანავე ციფრული პირადი კაბინეტი ყველა სამედიცინო დოკუმენტსა და ჩატარებულ კვლევას ერთ სივრცეში აერთიანებს. კავკასიის მედიცინის ცენტრი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სერვისების განვითარებასა და ინოვაციურ განახლებას, პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო გამოცდილების მუდმივ რეჟიმში გასაუმჯობესებლად.